შეკრება კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში დღესასწაული. შობის დღესასწაული ვიზეიმეთ. ველოდებით ნათლისღების დღესასწაულს. ჩვენი შეხვედრა კვლავ გრძელდება თემა, რომელსაც ქვია ქადაგება მთაზე. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე თავი არის მათეს სახარებისა. ქადაგება მთაზე, ეს თემატურად შეიძლება ესე ითქვას, მთელი სამი თავი არის დათმობილი ამაზე. წინა შეხვედრაზე ჩვენ მეხუთე თავის, ესე იგი 16 მუხლი წავიკითხეთ და შეძლების დაგვარად განვიხილეთ და ეხლა გავაგრძელებთ მე-17 მუხლიდან კითხვას. როგორ მთავრად გახსოვთ, 9 ნეტარება იყო, მერე მარილი ქვეყანა, მარილზეც ვილაპარაკეთ, რას ნიშნავდა ეს მარილი, მერე სინათლეზე ვილაპარაკეთ, თუმცა კი სინათლეზე შეგვირდი ცოტა უფრო მეტი უნდა ითქვას მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი, ხომ არ აჯობებდა ამ სინათლის შესახებ გველაპარაკა, როდესაც ფერის ცვალებაზე მივალთ. იმიტომ რომ ეს ყველა შემთხვევაში განსახილველი გვექნება, რომ აქ არ არის ქმნილ სინათლეს. ქმნილი სინათლე რა არის, მაგალითად, რასაც მზე როგორც ანათებს და მთვარე და ან ნატურა. ეს ყველაფერი ქმნილია. უქმნელი ნათლის შესახებ გვექნება ალბათ საუბარი და ალბათ აჯობებს, როდესაც ფერის ცვალების დღესასწაულზე მივალთ, იმიტომ რომ ამ სახარებაში მოთხრობილია ეს ყველაფერი. მე-17 მუხლი იწყება ასე. არ იფიქროთ თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვიდრე ცა და მიწა არ გარდავლე, რჯულის არც ერთი იოტა ან არც ერთი წერტილი არ გარდავა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს ცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას სათასასუფეველში. ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, დიდი დაერქმევა სათასასუფეველში. თლიან აბზაცს წავიკითხავ და მერე დაუბრუნდით. რადგან გეუბნები თქვენ, თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე, ვერ შეხვალთ სათასასუფეველში. აი ხა ეს აბზაცი, რომელიც წავიკითხე, მნიშვნელოვანი აქ თითოეული სიტყვა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა აი გამოვარჩიოთ რაც უფრო ყველაზე მთავარია და რაც უფრო საცოდნელია. არ იფიქროთ რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი, ამით იწყებს თავის ქადაგებას, იმიტომ რომ მისი ბრალდება რა იყო? რა ბრალდებით წარადგინეს ის, რომ რჯულის დამარღვეველიაო. და რჯულის რომელი მუხლი დაარღვია, ხო არ იცით? რა იყო ძირითადი, ესე იგი, ამ დარღვევის? რომ შაბათს არ ინახავსო. იმიტომ რომ შაბათს განკურნა, მან რამდენიმე კურნება ჩაიდინა შაბათ დღეს. სინაგოგაში მათ შორის ყველას თანდასწრებით და ყველას დასანახად მოხდა ეს ამბავი, რომ სინაგოგაში განკურნა მან რაღაცა ადამიანი და აქედან გამომდინარე პირდაპირ, მაგრამ სანამ ამ ბრალდებებს წაუყენებენ, თვითონ ამბობს რჯულის, ესე იგი, გასაუქმებლად კი არ აღსასრულებლად მომეთ. ეხლა ვნახოთ მისი შობის შემდგომ. მერვე დღეს წინადაცვეთა მოხდა, რა თქმა უნდა, მოხდა. როგორც უნდა რჯულში ეწერა, ეს ჭირდებოდა მას თუ არ ჭირდებოდა, ახლა ვილაპარაკოთ ამაზე, რომ ამდენად ჭირდებოდა მას ეს აღბეჭდილი ყოფილიყო ამ ნიშნით. მე-40 დღეს მისი ტაძარში განსაწმენდად მიყვანა მოხდა, ასეთი იყო განწმენდისლო. დღესაც ხო არის, რომ დედებს მე-40 დღისა მოდიან და ჩვენ განწმენდის ლოცვებს ვუკითხავთ. ახლა ვკითხულობ, ღვთისმშობლის მდგომარეობას განწმენდის ლოცვა სჭირდებოდა? რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ეს არ იყო ისეთი ბიოლოგიური შობა, როგორიც ჩვენ ვიცით ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ეს რაღაცა საიდუმლოებითი საკითხია, ქალწულებაში დარჩა ის შობის დროსაც და შობის შემდგომაც. შესაბამისად, არ სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, განწმენდის ლოცვის საკითხვა არც ყრმას და არც დედას, მაგრამ ის რჯულის მიხედვით ამას ყველაფერს აღასრულებს. წელიწადში ერთხელ ტაძარში დადიან მინიმუმ, ეს იყო რჯულში, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ ტაძარში უნდა ასულიყვნებს ხელშეწირვაზე და ადიან. ჩვენ ლუკას სახარებაში ვნახულობთ, რომ როდესაც ის 12 წლის არის, მორიგად მიყავთ ტაძარში, რომ დარჩება თუ გახსოვთ ეს ამბავი და მერე რომ დაიკარგება, დიახ. დაიკარგება, როგორ მშობლებს გონიათ, რომ სხვებთან ერთად მოგზაურობს და ამ დროს ტაძარშია დარჩენილია იქ და ქადაგებს. კითხებს უსვამს, უბრალოდ ქადაგების უფლება მაშინ არ ქონდა. ასეთი ასაკის ადამიანებს. კითხებს უსვამს ისეთ მღვდელმოძღვრებს ისეთ კითხებს უსვამს, რომ გაოგნებულები უსმენდნენ, საიდან იცის ბავშვმა ასეთი რამ.
შესაბამისად, როდესაც წერია, რომ აღორძინდებოდა, იზრდებოდა, თქვა და ნათლდებოდა, თქვა ესეთი სიტყვები შეიძლება მის შესახებ იყოს საკითხული, რას ნიშნავს ეს, რომ დაიბადა თქვენ გონიათ, რომ სრულად არ ქონდა მას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, სრულად ქონდა. უბრალოდ ავლენდა თავისი ასაკის შესაბამისად. იმიტომ რომ ახლა 5 წლის ბავშვმა რომ იმაზე დაგიწყოს ჭეშმარიტებაზე და დოგმატიკაზე ლაპარაკი შეიძლება ვერ მიიღო ასეთი რამე. ასეთი სასწაული სხვათა შორის მოხდა მხოლოდ ბზობის დღესასწაულს, რასაც ვეძახით ჩვენ. ეს ფსალმუნთა სიტყვები გაცხადდა სწორედ მაშინ. პირითა, ყრმათა, ჩვილთა, მწოვართათა დაამტკიცე ქება. ეს სიტყვები წერია მერვე ფსალმონში. და ეს სიტყვები გაცოცხლდა, როდესაც იერუსალიმში შედიოდა მაცხოვარი, იქ ძუძუთა ჩვილებმა დაიწყეს ლაპარაკი ოსანას გალობა უფრო სწორად. და ის რო ეუბნებიან, რასვე გააჩუმეს ხალხიო, ხო ხედავ რეებს იძახიან. ესენი რო გავაჩუმო, ქვები აღაღადებიანო, იმიტომ რომ ბავშვებმა, პატარა ძუძუთა ბავშვებმა დაიწყეს ოსანას გალობა, რომლებმაც ლაპარაკი არ იცოდნენ. ასეთი სასწაული მოხდა. თუმცა კი ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ამ ბავშვებმა შეიძინეს და მერე ალაპარაკდნენ და რაღაცა ყო. არა, ჩვეულებრივად გააგრძელეს ბავშვობა, ის წამიერი იყო და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ მაცხოვარს დაეწყო ჩვილობიდან, თქვათ ესეთი მოქმედება, რაღაცა არაბუნებრივი იქნებოდა ეს საზოგადოების წინაშე. ამიტომაც ყველა მისი მოქმედება დღესაც ეხლა ქადაგებას ვისაც უსმენ ნახეთ, როცა ლოცულობს დაშვება, განმარტოვდა, წავიდა ღამით და ლოცულობდა. ძალიან ხშირად მთაზე წავიდა, განმარტოვდა, ლოცულობდა. სასწაულს აღასრულებს, ამბობს რომ არ უნდა ილაპარაკოთ ამის შესახებ, არა. იმიტომ რომ ამაზე არ უნდა იყოს ადამიანი დამოკიდებული. ახლა ჩვილობაში რომ მას ეს დაეწყო, შეიძლება და მომხდარიყო მისი რაღაცა გაღმერთება, გაკერპება, გაღმერთებაში გულისხმობს სხვა დამოკიდებულებას, იმიტომ რომ გაღმერთება ხდება ხოლმე ხშირად არასწორი ქრისტესიც კი. გარდა იმისა, რომ თქვათ, მის გარდა თუ ვინმეს გააღმერთებ ეს მატერიალური იქნება თუ რაიმე ამქვეყნიური ბუნებრივად არასწორია, ამის გარდა თვითონ ქრისტესთან მიმართებაშიც კი ადამიანმა შეიძლება არასწორი წარმოდგენები შეიქმნას მასზე და რაღაცნაირად ქრისტე რომ ღმერთია ამას კი ამბობდეს, მაგრამ არც მისი საქციელი და არც მისი რაღაცნაირად სწავლებითად ეს არანაირად არ ეთანხმებოდეს ამ თემას. ამიტომაც ბავშვობაში ასრულებდა სასწაულებს, ერთი არის ფილმიც მაგრამ ნახე ბავშვთან თანაშორდა, გარდაცვლილშიც რო გააცოცხლებს. ეს არის აპოკრიფული ლიტერატურა. ეკლესიის მიერ შეწყნარებული არ არის არც ერთი. გარდამოცემები ამბობენ ამას აპოკრიფი იცით რა არის თვითონ? აკრძალულს ნიშნავს. აპოკრიფული ლიტერატურა არის ამ აპოკრიფულ ლიტერატურაში არის კიდე დაყოფა ასეთი რომ მიუხედავად იმისა, რომ აპოკრიფულია, შეიძლება იყოს დაშვებული, რომ თქვათ ეკლესიაში მიღებული იყოს რაღაცა მოთხრობა, რაც იქ წერია, რომ არ შეჩვენებული არ იყოს, მოკლედ ეს სწავლება და არის რაღაცა ისეთი აპოკრიფული ლიტერატურა, რომელიც საერთოდ მიუღებელია და მისი წაკითხვაც კი არ არის სასურველი, იმიტომ რომ თქვათ კრეხელობა წერია პირდაპირ, ისეთი ცუდი რამ წერია, რომ თქვათ ეხა ვერც გავიმეორებ, მაგრამ ესეთი აპოკრიფები, რომელი აპოკრიფების თქვათ ეხა თქვენ ბრძანეთ რომ იქ ჩიტს რომ სული ჩაბერა და ის გაფრინდა ეს ჩიტი და ასეთი აპოკრიფები რამდენიმე არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ აქ ერთ-ერთ შეხვედრაზე მე მგონი ვილაპარაკეთ ამ სახარებებზე, ხო? უამრავი სახარება არსებობს მეთქი. ხო გახსოვთ? კი, ასეთ სახარებები არსებობს, მათ შორის იუდას სახარებაც კი არსებობს, მათ შორის მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე ხო გვაქვს ჩვენ? კიდე იქ შეიძლება ვიღაცას ერქვას მარკოზის ჭეშმარიტი სახარება და თომას სახარება, პეტრეს სახარება, იაკობის სახარება, ეს სულ ყველა ძირითადად გნოსტიკური ლიტერატურის შედეგია, გნოსტიციზმის შედეგია, გნოსტიკური სექტის მდგომარეობა ასეთი იყო, რომ თუ თქვათ ამ სექტაში იყო რაღაც თავის სწავლებას აყალიბებდა და ახლა რომ მიეწერა ზეთ კახაბერი ვარ გოგოტიშვილი, არავინ არ წაიკითხავდა, მაგრამ მათევარო თუ დაწერდა ბოლოში, ნუ რაღაცა შეიძლება გამოხმაურება ქონოდა, რომ მოდი ერთ წავიკითხოთ მათემ რა დაწერა და ამიტომ არის ძირითადად ეს სახელები ესე. შეიძლება მართლაც ერქვა მათე და ამიტომაც მიაწერა მათე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით ნუსხა, რომელიც არის შესული მოციქულთა კანონებში, მოციქულებმა კანონები დაგვიტოვეს, რომელშიც არის 85 კანონი და ამ 85 კანონში არის შესული წიგნების 95 კანონი განსაზღვრავს ამას. შესულია წიგნების ნუსხა, რომელიც არის ნამდვილად ავთენტური წიგნები. მათ შორის არის ეს 4 სახარება და სხვა არც ერთი დანარჩენი.
ამიტომაც რაც ამ სახარების იქეთ სახარებას წაიკითხავთ, ეს ყველაფერი აპოკრიფული ლიტერატურა, რომელიც ზოგი შეწყნარებულია და ზოგი შეუწყნარებელი. ანუ ახლა ეს ჩიტის ამბავი თქვათ არ არის ახლა ესეთი ხო ეს თქვათ ყურანშიც არის. ყურანში რატო არის იცით ამაზე გიფიქრიათ? ესე იგი მუჰამედი დაიბადა ისეთ ადგილას, სადაც იყო გადასახლების ადგილი. მაშინდელი მსოფლიო იწოდებოდა იმათ იმპერიის საზღვრები, სადაც მთავრდებოდა, იმის იქეთ მსოფლიო აღარ ერქვა. ჩვენ რომ ამბობთ ახლა მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ვაზმობთ ბასილი დიდი გრიგოლი ღვთისმეტყველი. მსოფლიო მოძღვარი რაზეა კოსმოსის მოძღვარია? არა. ეს იყო იმპერიის მოძღვარი. ანუ იმპერიას ერქვა მსოფლიო. და მსოფლიო სადაც მთავრდებოდა, ანუ იმპერია სადაც მთავრდებოდა, მსოფლიოს გარეთ იყო ისა. ამიტომ მაშინდელ მწვალებლებს გადასახლება ემუქრებოდათ. აი თქვათ ვინმე რაღაცა მწვალებლურ სექტაში ჩავარდა. მას ასახლებდნენ მსოფლიოს გარეთ. და მექა იყო სწორედ ის ადგილი, რომელიც იყო მსოფლიოს გარეთ. და იქ იყო გადასახლებული ყველა ეს გნოსტიკოსი, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქრისტიანულ სწავლებასთან. ანუ იმპერატორის ბრძანებით მათი გადასახლებები ხდებოდა იქ. ამიტომაც ყურანში შესული ძალიან ბევრი რამ არის აპოკრიფული ლიტერატურიდან, რომელიც იქ მყოფი სექტანტებისგან ესმოდა მუჰამედს. და ეს ყველაფერი იქ შეიკრიბა, მათ შორის ამ ჩიტის გაცოცხლების ამბავი. ყურანში ამიტომაც არის ეს შესული. ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა, როგორ მათი წარმომავლობა და მე ვფიქრობ ერთხელ ჩვენ ამაზე საგანგებოდ უნდა ვილაპარაკოთ. როგორ არის ბიბლიაში დალოცვილი ეს ხალხი, იმიტომ რომ ნამდვილად ასეა და როგორ დაილოცა და რატომ დაილოცა ამის შესახებ ვლაპარაკობთ, რომ დღემდე რომ ცხოვრობენ, საიდან და როგორ ცხოვრობენ. ეს მუხლების განვიხილოთ და ვთქვათ მერე თვითონ მუჰამედის ვთქვათ, თუმცა კი ახლა გადავუხვიეთ თემას, მაგრამ საინტერესო იქნება, უნდა ვიცოდეთ ეს ისტორია, საიდან მოდიან. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, რჯულზე, როდესაც არის ლაპარაკი, რომ ძველი აღთქმის რჯული გაუქმდა, არაფერი არ გაუქმებულა საერთოდ. ძველი აღთქმის რჯული ისევე გევალება შენ, როგორც ახალი აღთქმის რაღაცა რჯული, რომელიც დაამატა შეიძლება მაცხოვარმა თავისი სწავლებით. თუმცა კი რომ გითხრათ, რომ რაიმე დაამატა განსაკუთრებული, არაფერი განმარტება მისცა უბრალოდ და ამ განმარტებებს ჩვენ ახლა წავიკითხავთ, იმიტომ რომ ეს ერთი აბზაცი შეიძლება ითქვას, რომ ამისი შესავალი იყო. ეხლა ძველი აღთქმის რჯულის კანონებზე გეუბნება, როგორ უნდა იქნას ეს გაგებული ახალ აღთქმაში. იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის ხო იცით რაღაცა სათავისოდ ცდილობს რაღაცის განმარტებას და გაგებას. ძველ აღთქმაში გაგებული თუ იყო რომ არა კაცკლა მაგალითად, შეიძლებოდა ეს არა კაცკლა მიემართებოდა მის მოყვას. და მოყვასი ვინ იყო მისთვის იცი? ბიძაშვილი და მამიდაშვილი. იმის იქეთ აღარ აინტერესებდა უკვე. არიყავი ებრაელი, მოყვასიც არიყავი. ამიტომაც მაცხოვარი უკვე აბსოლუტურად სხვანაირ შუქზე აჩვენებს ამას. სხვათა შორის ძველ აღთქმაში თუ ესე მშრალად არის რომ არ მოკლა და არ იმრუშო და არ იპარო, აი ამას უკვე განავრცობს რომ სხვანაირად დაინახონ ეს ადამიანებმა და არა ისე როგორც თვითონ მოუნდება რომ ახლა თურმე მრუშობა ჩემ იმასთან არ შეიძლება, ჩემ ტომელთან, მაგრამ სხვაგან შეიძლება იგივე ჩავედინო და გავაკეთო და ანუ სხვა არ მიგაჩნდეს ადამიანად თუ არ არის შენიანი. და რაღაცა ამ ვიწრო ჩაკეტილ წრეში არ ფიქრობდე რომ ცნება მხოლოდ ამაზე ვრცელდება და იქ იმის იქეთ მე მოკლედ შეგიძლია ცხოველი გახდე. ამიტომაც ეს ყველაფერი ამას ეთანხმება პირველ რიგში და მთელი ეს აბზაცი ამის მოსამზადებელია რომ მე მოვედი რჯულის დასარღვევად კი არა, არამედ რჯულის აღსასრულებლად. და ამიტომაც ამბობს რომ ცადა მიწა გარდავლენ, ეს ყველაფერი მოკლედ სამყაროს აღსასრულიც იქნება, მაგრამ ეს რჯული აუცილებლად იქნება. სულ რომ ესე იგი გარყვნილებაში ჩაეფლოს მთელი მსოფლიო და ამისკენ მიემართება მინდა გითხრათ კაცობრიობა, ეს რჯული ხო მაინც არსებობს და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ახლა თუ ვერ ვასრულებთ ზედმიწევნით რაღაცებს, ვკითხულობთ მაინც ამ რჯულს და რაღაცნაირად გვაინტერესებს და ჩვენი ცხოვრების წესად გვინდა გავიხადოთ. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე იქნება ბოლომდე. ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე. ამის შესახებ საუბრობს რომ სანამ ესე იგი გარდავლენ, რჯულის არც ერთი იოტა და წერტილიც არ
გადავაო. ამიტომაც მე ძალიან მკაცრად ამბობს, რომ ვინც უმცირესი, ანუ რას ნიშნავს ეს უმცირესი? ვინც დაარღვევს ართ უმცირეს ცნებათაგანს. დაარღვევს ნიშნავს იმას, რომ ამ ცნებაში რაიმეს შეცვლის. ერთ იოტას მოაკლებსო, შეიძლება ასე ითქვას. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ერთი იოტას გულისთვის იყო პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მთელი ისა რა ქვია დავა. იმიტომ რომ სიტყვა ჰომოუსიოს იოტათი დაიწერებოდა თუ იოტის გარეშე ცვლიდა მთელ აზრს. ანუ ქრისტე ღმერთი მამის თანაარსი იყო თუ დაქვემდებარებული მასია და არა თანაარსი არის, ანუ თანასწორი შეიძლება ითქვა ეს თუ მეორე ხარისხოვანი, ამის შესახებ იყო მთელი დავა და კამათი, იმიტომ რომ იქ არიოზის სწავლება, მოკლედ ასე რა დროზე მოგვისწარით, თორე ცუდად ვიყავით უკვე. ეხლა ბოლო წინადადება და გადავალ მე ჯულის სამსწავლებაზე. რადგან გეუბნები თქვენ, თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე. რას ნიშნავს ეს და როგორი მამხილებელი სიტყვებია თითოეული ჩვენგანისთვის რა? ფარისევლები და ვინ წერია? წიგნობრები, ვინ არიან იცით ძველი აღთქმის ფარისევლები, რომლებმაც ზედმიწევნით იციან რჯული და ზედმიწევნით აღასრულებენ მას. ანუ რჯულის თითოეულ მუხლს როგორ აღასრულებენ, იცი, აი მაგალითად წესი ქონდათ ესეთი, რომ წყალს პირდაპირ კი არ სვავდნენ. აი ამ წყალს მარლიან ჭიქას გადააფარებდნენ და ისე გადმოასხავდნენ ჭიქაში და უცბად დალევდნენ. იმიტომ რომ რაიმე შემთხვევით მწერი არ შეყოლოდათ, იმიტომ რომ მწერი ჭამა რჯულის დარღვევა იყო. გაუწმინდურდებოდნენ თუ კი მწერი შეყვებოდათ. ამიტომაც სახარებაში რო ეუბნება რომ იმას გამოწურავთო და აკლემებს გადაყლაპავთო რო ეუბნება, ანუ მწერის გადაყლაპვის გეშინია რომ რჯული არ დაარღვიო და ამ დროს აკლემს გადაყლაპავ ეუბნება, ასეთიაო თქვენი მდგომარეობა და აქ რო წერია რომ თუ თქვენი სიმართლე არ იქნება მეტი მწიგნობრების და ფარისევლისზე მეტი, ესე იგი ვერ შეხვალთ სათა სასუფეველში და პირდაპირ მხილებაა რომ ისინი ასრულებდნენ ამას ყველაფერს, მაგრამ ვერ მივიდნენ ქრისტეს ჭეშმარიტებამდე. რატომ? რომ რაღაც აია ბუკვალური გაგება ქონდათ ამ ყველაფრისა. ბუკვალურს რო ვამბობ ქართულია, ვინ იცის ეს? თუ არ უნდა ვთქვა ასე. ბუკვალური რო არ არის ქართული ვიცი, მაგრამ ქართულად როგორ უნდა ვთქვა? ზედმიწევნით? ზედმიწევნითი გაგება ქონდათ მოკლედ რჯულისა, როგორც იქ წერია და არანაირად ესე იგი არ აინტერესებდათ ის, რომ კაცო იქ რაღაცა უნდა გაითვალისწინო, იქ არის ერთია რომ დაიწერა, მაგრამ ის იმიტომ კაცისთვის დაიწერა ის. კაცი კი არ შეიქმნა ამ რჯულის შაბათისთვისო, როგორც წერია, არა შაბათი შეიქმნა კაცისთვის. ამიტომაც ორმოში ჩავარდნილ ვირსო არა მოიყვანო იმიდანო რა ქვია შაბათსო. ხომ გადაარჩენ, ხომ მოიყვან. ესები არისო და იქ ახლა ამას რო უყურებენ ასე იმითი გაგებით ზედმიწევნით რომ შაბათია და არაფერი არ უნდა გავაკეთო, გულხელდაკრეფილი უნდა ვიყო, ეს იყო სწორედ არასწორი, მაგრამ თუ ამ სიმართლეს არ აღემატება თქვენი სიმართლე ვერ შეხვალთ სათა სასუფეველში, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, ისინი რჯულს ასრულებდნენ, მაგრამ რაღაცა აკლდათ და რაც იმათ აკლდათ, ეხლა თქვენ მოგეცათ. ეს არის ქრისტეს შეცნობის აი ეს საშუალება და ჭეშმარიტება და ამ ნათლის შეცნობის. ამიტომაც უნდა აღემატებოდეს, რა თქმა უნდა, ფარისევლებისა და მეზოების წიგნობრების ცოდნას. თქვენ გსმენიათ, იწყებს კანონის კითხვას. თქვენ გსმენიათ, რომ უთქვამ ძველებისთვის არ მოკლა, ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება. მე კი გეუბნებით თქვენ, აი განმარტებას აკეთებს ამისას. ვინც განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინოდრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. ეს ჩამონათვალიცით რა არის? განურისხდება ნიშნავს იმას, რომ ამას წინათ ლაპარაკობდით, ბოროტება რა არის? ბოროტება ის კი არ არის, მანდა მაინც ესე იგი კაც მიეპარო და ზურგში რაღაცა დანაჩაარტყა. ბოროტება არის შენდობის მიუცემლობა. განრისხება ნიშნავს იმას, რომ შენ პატიება არ შეგიძლია.
განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ. რას ნიშნავს? შეიძლება გაბრაზდე, იმიტომ რომ გასაბრაზებელი იყოს და გამოხატო შენი გაბრაზება, მაგრამ ეს ეგოისტური არ უნდა იყოს პირველ რიგში, რაღაცა შენს პირად ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს და მეორე, მართლაც გასაბრაზებელ თემაზე თუ გაბრაზდები, ნუ ჩავა მზე ისე რომ არ შეურიგდე შენ ამ შენს მოყვას და ადამიანს, ესეც ხო წერია იქვე. ამიტომაც განრისხება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უჭირს პატიება, არ უნდა ვიღაცის პატიება და ძალიან საინტერესო ისტორია ყვება ანტონ სუროჟელი, თუ გაქვთ მოსმენილი პატიებასთან დაკავშირებით, ჩემს მეგობარს გაუბრაზდიო, იცით ეს ამბავი? გაუბრაზდი ჩემს მეგობარსო და მივედიო მოძღვართანო და უთხარიო, რომ აი ძალიან ვარო გაბრაზებული და ვერ ვაპატიებ. და მოძღვარმაო გამიღიმა და მითხრა, ვიცი რა ქენიო? ასეო მამაუჩვენოსო ხო კითხულობ და ასე თქვიო, რომ მომიტევე მე თანამდე ვითარცა ჩვენ მიუტევებთ და აი ესო ამოიღევა ეს წინადადება აღარ თქვაო. მე ვთხარი მაგას ვერ გავაკეთებო ხა მამაუჩვენოს ვერ შევცვლიო და ნუ აბა მაშინო იცი როგორ ქენიო? მაშინო თქვიო, რომ აი ყველას მიო გარდა კირილე ერქვა თურმე იმ მეგობარს რა. ვერც მაგას ვერ ვიზაო. აბა მაშინ რაღაც აი რამდენი 3 თუ 4 ვარიანტი შესთავაზა რა და ესე იგი წავედიო და ვცადეო რომ მართლა ვიტყოდი თუ არა და ვერ არ მომცაო სინდისმა ამისი საშუალებაო რომ მეო მამაუჩვენოს ტექსტი შემეცვალაო და ვკითხულობ ამას ისე მომიტევე როგორც მე მიუტევებ და მე მივხვდიო რომ რა სისულელეზე ვიყავი გაბრაზებული ეს სიტყვები როგორც თქვიო მაშინ მივხვდიო რომ ისეთ სისულელეზე ვიყავი გაბრაზებულიო რომ რას ქვია ვერაპატიებ ამ ფორმულა პირდაპირ როგორ შეიძლება გეპატიოს და შენ ვერაპატიებ ან რა გაპატია ღმერთმა და გავიწყდა რომ ესე იგი ხო და ამას ვამბობ რა და ამიტომ განურისხდება ნიშნავს რომ ესე იგი პატიების მიცემას არაპირებს ვინც ეთყვის დრაკ ანუ გასამართლებას ნიშნავს ესო რომ აი ვთქვათ განაჩენის გამოტანას ნიშნავს ის სინედრიონის ღირსიაო სინედრიონში უნდა მოხდესო მისი საქმის განხილვაო და ვინც ეთყვის სულელო ცეცხლის გენის ღირსიაო იმიტომ რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს ჩვენ ეს სულელო და დებილო ახლა ისეთ იმაში შემოვიდა ჩვენს რაღაცა მოსაფერებელ სიტყვებათაც გადაიქცევა რომ ვიღაცა მართლა მომისმენია ვაიმე ჩემი დებილიო მოეფერა რა არის ხა ეს რა უბედურებაა კაცო ხო და არ შეიძლება ღმერთის მიერ ნაბოძები და ნაჩუქარი მოაზროვნეს სული გააჩნია ადამიანს და შენ ცდილობ ახლა ამის შეცვლას ღმერთის მიერ ნაჩუქარი მოაზროვნეს სულს შენ შეგიძლია უწოდო დებილი სულელი და ასე შემდგომ აღარ ვლაპარაკობ ახლა ბილსიტყვაობით რომ ერთმანეთს მიმართავენ და შენი ასე და შენი ისე ამის შესახებ აღარ ვლაპარაკობ ამიტომაც ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე ღმერთის მწამს და მე ღვთის მოშიში ვარ მას უნდა დაესვას კითხვა ღმერთის ეშმაკებსაც წამს აი შენ იმისი თუ გჯერა რასაც აქ გეუბნება თუ ცდილობ შესრულებით შეიძლება ვერ შეასრულო გიგა მაგრამ ცდილობა არის ყველაფერი თუ კი შენ ამას ცდილობას არ აკლებ ადამიანურად შეიძლება სისუსტე გამოიჩინო და ვის არ შეშლიაო მოკლედ ხო გაგიგია არ არსებობს ასეთი ადამიანი რომ არ შეეშალოს მაგრამ ცდილობა თუ გაქვს და ან თუ შეგეშალა ამ გამოსწორებას თუ იწყებ იქვე იმ წამსვე ეს არის შენი ადამიანობა სწორედ მეტი კი არაფერი ამიტომაც ასეთი თუა შენი მოქმედება მაშინ რა თქმა უნდა პატიება გექნება მაგრამ თუ შენ განაჩენი გამოუტანე იმას არაპატიე იმას განაჩენი გამოუტანე ეს ამის ღირსია ის იმის ღირსია ის სულელია და ის ისეთია და იმის ასე და ისე რო გაიგონებ ხოლმე სიტყვებს ესე იგი შენ ღმერთი კი არ გწამს მისი არსებობა შეიძლება გწამდეს მაგრამ მისი არც ერთი სიტყვის არ გჯერა რასაც ის გეუბნება არ გინდა რომ დაიჯერო იმიტომ რომ არ გაწყობს შენი ცხოვრების პროექტი გაქვს რომელ პროექტზედაც გინდა რომ მან ხელი მოგიწეროს დიახ ამიტომ ნახეთ რა წერია ამიტომ თუ მიტან შენს ძღვენს სამ სხერპლოზე და იქ გაგახსენდება რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ დაატოვე შენი ძღვენი სამ სხერპლოსთან და წადი ჯერ შენ ძმას შეურიგი და მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი პირდაპირ მითითებაა ესეც აი არ შეიძლება სხვანაირად ზიარებასთან ნუ მოხვალთ თუ კი ვინმეს თვის შენდობის თხოვნა არ შეგიძლიათ. აი ამას გთხოვთ პირდაპირ გაითვალისწინეთ ეს ამბავი, იმიტომ რომ ვიღაცები მოსულან და
აი ყოფილა ასეთ შემთხვევაში მამა ვიცი დედას ვეჩხუბე მე ვთხარი შენდობა თხოვე არა არ მithხოვე მაშინ არ ეზიარო და ვერ ხვდება რომ იმიტომ რომ არ ვარ ეხლა იცით მე თქვენ რაღაცა ბუარო ვიღაცა ზიარებას უკავებდე მაგრამ როგორ კაცო საკუთარ დედასთან შენდობა არ გითხოვია საერთოდ სიტყვის შებრუნების უფლება არა გაქვს თუ ჯულის გავყვებით ეხლა როგორი ისიც არ უნდა იყოს რა ქვია დავნაშავეს დედა შენს წინაშე სიტყვა არ უნდა შეუბრუნო მას და ახლა შენ ეჭხუბე მიალანძღე შენი დედა და ის იყო დავნაშავე თურმე და ამიტომ ესე იგი შენდობაც არ გინდა ითხოვო და მოდიხარ აქ ზიარებაზე და ეს ხო შენთვის აღარ იქნება უკვე საკურნებელი ზიარება როგორც პავლე მოციქული წერს მრავალი თქვენ შორის ეზიარებიან ისე რომ არ გამოიძიებენ რა არის ეს ზიარება არ გამოძიება სწორედ ამას გულისხმობს რომ არ გამოიძია მან თავისი საკუთარი სულიერი მდგომარეობა და ეზიარა ეს და ამიტომაც მრავალნი არიან თქვენში დაავადებული და მრავალი კვდებაო პირდაპირ ასე წერს წავიკითხოთ ეს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშია რომ მრავალნი ავადობენ და მრავალი კვდებიან ამის გამო იმიტომ რომ ზიარებასთან მიდიან ისე როგორც არ უნდა მიდიოდნენ შენდობა ესე იგი საკუთარ დედასთან არ უთხოვია საკუთარ მამასთან არ უთხოვია აღარ ვლაპარაკობ ახლა ამაზე კიდე უფრო ვიღაცა შეიძლება შორს იყოს რაღაცა თანამშრომელი იქნება თუ ვინც იქნება არ უნდა დარჩე შენდობის გარეშე მერე რა რომ ის არის მართალი შეიძლება მართალი იყოს და შეიძლება ასეც უთხრა ადამიანს რომ იცი რა მე რაღაცა მოხდა ორ ადამიანს შორის დაპირისპირება ვთქვათ შენ თავმდაბლობა უნდა გამოიჩინო და ასეთი რამ უნდა გააკეთო რომ თუნდაც ის თქვა რომ მე ხლა საკუთარი თავი დამნაშავედ არ მიმაჩნია იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ვთქვათ რაღაცა აი ამ და როგორც უნდა დაგველაგებინა ეს თემა მე მართალი ვარ მაგრამ რადგანაც ჩვენ კამათი მოგვიწია ამ კამათის გამო შენდობას ვითხოვ თუნდაც ამის გამო უნდა ითხოვო შენდობა რომ ამ კამათში არ უნდა შესულიყავი გეთქვა შენი სათქმელი და არც ხმისთვის აგეწვია არც სალანძღავი სიტყვა გამოგეყენებინა და არც მრისხანებაში არ ჩავარდნილიყავი გეთქვა შენი სათქმელი რომ ეს აქ უნდა იდოს ამის ადგილი აქ არის მე რა რო დირექტორი ხარ მე რა რო ხმისაწევის უფლება თითქოს მოგეცა არა უნდა შეძლო ადამიანმა მოკლედ ამ წონასწორობის შენარჩუნება მაგრამ ვერ შეძლებ ამას თუ კი არ ეძებ ქრისტეს თუ კი არ ეძებ იმ ბაგას სადაც ის დაიბადა რაზეც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ დატოვე შენი ძღვენი და შესაწირავი იმიტომ წერია რომ არა გაქვს უფლება სხვანაირად მაშინ ასეთი იყო რომ სხერპლი მიქონდათ შესაწირად ცოდვათა გამოსასყიდად აი მოდიოდა ადამიანი და მოიყვანდა ცხვარს თქვა რომ ცოდვათა გამოსასყიდად მინდა მსხვერპლი მე დააწყობინებდნენ ხელებს ამბობდა ახსარებას ეს ადამიანი დაკლავდნენ ამ ცხვარს და შესწირავდნენ მოკლედ სხერპლად ამას ამბობს რომ ამას რომ მიიყვანო ესო დატოვე ეს სხერპლი ცხვარის დაკლა კი არ არის მთავარი მთავარი არის წადი და გაიქეცი იმ ადამიანს შენდობა თხოვე ვისთანაც დანაშაული მიგიწყვის ვისთანაც მიგიწყვის დანაშაული ამის შესახებ არის ლაპარაკი ნუ ჩვენ ახალ აღთქმაში ახლა ცხვარზე აღარ ვრცელდება ეს ამბავი, მაგრამ ვრცელდება პირდაპირ მნიშვნელობით ზიარებასთან მიმართებაში. შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ ვერ გამოხვალ იქედან სანამ გადაიხდე უკანასკნელ კოდრაც. ამ სიტყვების აზრი გესმით? შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას. ვიზი არის იცით ლაპარაკი? შენს ცხოვრებაზე არის ლაპარაკი. შენი მსაჯული ვინ არის? შენი სინდისის ხმა. როდესაც შენი ცხოვრების გზას ადგახარ, შენი სინდისის ხმასთან შერიგებული უნდა იყო. თუ არ ხარ მასთან შერიგებული და ის მუდმივად გამხილებს და შენ მუდმივად ეუნე მოიცა კაცო, ხვალ, ხო ასე ესე. ვაიმე რაღაცა შემეშალა, ეხა უნდა შენდობა ვთხოვ, აი რაღაცა დავაშავე ანანოს წინაშე და მოდი ხვალ ვთხოვ შენდობას. ეს ხვალ დადგება? რო არ დადგეს, იქნება ეს გზა დღეს მიმთავრდება. ამიტომაც რაც წერია რომ შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, ნიშნავს რომ შენი ცხოვრების გზა სანამ დამთავრებულა, შენი სინდისის ხმასთან უნდა იყო შერიგებული. რომ მეტოქემ, ანუ ამ შენმა სინდისის ხმამ, რომელიც გამუდმებულად გამხილებს, არ გადაგცეს მსაჯულს. მსაჯული ვინ არის? ღმერთი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს. მსახური ვინ არის? ანგელოზი.
ანგელოზებს გადაეცემათ ასეთი სული, რომლებიც ჩააგდებენ საყურობილეში, ანუ ჯოჯოხეთში ამ შემთხვევაში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქედან, სანამ არ გადაიხდი უკანასკნელ კონდრატს. ვერ გამოხვალ იქედან, სანამ არ გადაიხდი და თუ მოგეცემა ამის გადახდის საშუალება საერთოდ. გსმენიათ რომ თქმულა არ იმრუშო, ეს მკვლელობას შეეხებოდა ეს ამბები, ახლა რაზეც ვილაპარაკეთ. ანუ ის რომ ადამიანზე გაბრაზებული ხარ, ეს ამაშია გაყვანილი, ეს ამას კარგად დააკვირდით, იმიტომ რომ ამითი დაიწყო, არ მოკლა და ამის მერე ლაპარაკობს, ვინც ესე უთხრას, ვინც ესე უთხრას, ვინც და ბოლოს ამბობს, რომ სხერფლის შესაწირად რომ მიდიხარ, ჯერ ბოდიში მოიხადე და ისე. ანუ ერთ კონტექსტშია ეს განხილული ყველაფერი. გსმენიათ რომ თქმულა არ იმრუშო. მე კი გეუბნებით რომ ყველამ ვინც ქალს გულის თქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. იცით რა, ამოხს ძალიან დიდი ისა აქვს, რა ქვია, ისტორია აქვს, მინდა გითხრათ. ეს რო წერი არ იმრუშო, ებრაელებმა მოიფიქრეს ამისთვის ძალიან ბევრი გამოსავალი. დღესაც ხო ვეძებთ ხოლმე გამოსავალს რაღაცეებში, რომ ეხლა ეს კანონი ისე მოვირგო, მე რომ აწყობდეს რაღაცა და ამიტომ ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი იყო, ძალიან არ გადავაჭარბო, არ დაგღალოთ. ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი იყო, რომ ისინი არასრულწლოვნები როცა იყვნენ, მაშინ აქორწინებდნენ ერთმანეთთან. დანიშნავდნენ ერთმანეთთან, შეიძლება ახაც ოლქრობა კი არ გაეწიათ ერთმანეთს, მაგრამ ბავშვობიდან იცოდა ის რომ იზრდებოდა, რომ თქვათ, ჩემი დანიშნული იყო ის და ის ჩემერე ცოლად უნდა შემერთო. ეხლა 12 წლის რო ვიყავი, უკვე ვიცოდი რომ ვიღაცაზე ვიყავი დანიშნული და ასე ვიზრდებოდი და უკვე 14-15 წლიდან შეიძლება ითქვას, რომ უღლდებოდნენ ეს ადამიანები. ეხლა მოგიხსენებათ თქვენ კაცის გული ისეთიაო, ვითმორევი შავი ზღვისაო, ხო გაგიგიათ ასეთი ამბავი და ახლა ამან გაუჩინა შვილები და ეხლა ამ შვილებს რო გააჩენს ბევრს ეს ქალი და რაღაცა ესე ცოტა ფორმებსაც კარგავს რაღაცა იგი. მე ასე ვიღაცა სხვა მოეწონებოდა რა. და ისეთ ბოროტებამდე მიდიოდა, ხშირად შეიძლებოდა მოეკლა ეს თავისი ცოლი. იმიტომ რომ ვიღაცა სხვა, იმიტომ რომ არ ქონდა განქორწინების უფლება. არ ქონდა ამის უფლება და ესეთი ბოროტება რო არ ჩაედინათ, მოსემ დაუდგინა კანონი, რომ მოკლედ განტევების ქაღალდი მიეციო. განტევების ქაღალდი უნდა მისცეო, რომ გაუშვიო ბოლოს და ბოლოს, ხა მკვლელობას ჯობია რომ გაუშვა და ამ ცოდვაში ჩადგა ფეხი, ვიდრე მკვლელობის ცოდვაში. ქონდათ კიდე მეორე ამბავი. რა ამბავი იყო, იცი? აი მაგალითად ჩემი ცოლი მეუღლე ნანა, ყველა იცით ხო? და რაღაცა თქვათ ასეთი ფიქრი დავიწყე, რომ როგორ შეიძლება გავშორდე ახლა მე ჩემ ცოლს. და ვეუბნები, რომ აი ვიღაცაზე ვეჭვიანობ. აი ვიღაცა შარზე ვეუბნები, ხო? აი ვიღაცაზე დავინახე, რომ ვიღაცამ დაელაპარაკა მაგალითად. აი ტაძარში დავინახე, ვიღაცამ დაელაპარაკა და ვეუბნები. მე ხა იმ კაცზე ვეჭვიანობ. და აგერ სამი ადამიანის წინაშე გეუბნები, რომ ვეჭვიანობ მის წინაშე და შენ ეხლა ესე იგი აღარ გაქვს უფლება მასთან დალაპარაკების. ამის შემდგომ თუ მოხდებოდა ისე რომ ის კვლავ დაელაპარაკა, აქ იმას კი არ არის ლაპარაკი, რომ ხელი ჩამოართვაზეც არ არის ლაპარაკი. უბრალოდ დაელაპარაკა, მე ამ განტევების ქაღალდს ვაძლევდი, ეგრევე რომ ეს გამეშვა ეს ქალი სახლიდან. ანუ ასეთ ბოროტებაზე იყო აგებული, ესე იგი ადამიანის გონება ისე იყო გადაგებული, რომ ოღონდაც თავისი რაღაცა ჟინი დაეკმაყოფილებინა. მიდიოდნენ აქამდე ადამიანები და ჩვენ ისტორიაშიც ისე ბევრი ვიცით, ახლა რო არ მისცეს კაც ერთ-ერთ მეფეს ცოლად შერთვის უფლება ვიღაცა ვინ შეუყვარდა და იმიტომ რომ ცოცხალი ცოლი სახლში ეშდა და მოკლა ის ცოლი. ქრივი ვარ ბატონო, ახლა რა ვქნაო? არ მევიყვანო ცოლიო. ამიტომ იყო ასეთ მეებს, რა ქვია ამას, არა ადამიანობებს, რამდენიც გინდა ისტორიაში ჰქონდათ ადგილი და ებრაულ ჟულშიც ეს გათვალის მოსეს ეს განტევების წერილი სახარებაში რო ეკითხებიან, აბა მოსემ რატომ დააწესა განტევების წერილი? თქვენი გულქვაობის გამო დააწესაო, ეუბნება. იმიტომ რომ ეხლა გადაგიყვარდა თურმე შენის, აღარ მოგწონს რაღაცა, ისეთი ქორფა აღარ არის თურმე ის რო იყო 15 წლის მაშინ და ამიტომ შენ შეიძლება ასეთი რამ იკადრო. ამის შესახებ არის ლაპარაკი, ის მეორე კანონით შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ ჩვენ შეგხვდება სახარებაში რამდენჯერმე ეს თემა, მათ შორის განქორწინების თემა და მათ შორის იმ მრუში დედაკაცის თემა გახსოვთ, იქ რომ მოვლენ განსაკითხად. იქ რატომ ხდება ის ამბები ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ისინიც რომ მოდიან, არასწორად მოდიან. მოწმეები არ აყავთ ამ ქალის წინაშე, იმიტომ რომ მაშინ ის კაცი ვინ არის, ვინც იმრუშა, ვისთანაც იმრუშა. ის კაციც უნდა მოიყვანო. ასე ცალმხრივად არ ხდებოდა საქმეების განხილვა, მაგრამ როგორც აწყობდათ ისე აკეთებდნენ. აი ეს იყო მათი ტრაგედია. გულის თქმით შეხედა უკვე იმრუშა მასთან.
და რას გულისხმობს ეს ამბავი, ახლა პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ. ჩვენ გვაქვს ადამიანურის გონება ასე არის მოწყობილი, რომ აზრი უამრავი შეიძლება შემოვიდეს და აი ეს უამრავი შეიძლება ცოდვილი აზრი იყოს. ეს კი არ არის ტრაგედია, რომ რაღაცა აზრი შემოვიდა. ტრაგედია ეს არის, რომ ამ აზრს მე ჩემში დარჩენის საშუალებას მივცე. სხვათა შორის თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რამ, რა არის ნამდვილი გულის თქმა და რა არის უბრალოდ მოსული აზრი. აზრი, რომელიც უბრალოდ გამავალია, გამავალს გულისხმობ, რაც რომ უცბად თავში რაღაც მომივიდა და გაიარა. ეს არ არის გულის თქმა. გულის თქმა იცით რა არის, რომელიც ჩემში დარჩენას ცდილობს. აი რაც აქ წერია, რომ ვინც გულის თქმით შეხედა ქალს, რას ნიშნავს, იცით რომ შეიძლება აზრი რაღაცა მომივიდა ვინმეზე, ვთქვათ, ჩავლილ ქალბატონზე, მაგრამ ეს აზრი გავატარე, ან შევებრძოლე ამ აზრს, თუ გულის თქმად შემოდის, მაშინ უნდა შევებრძოლო. თუ ისე ჩაიარა ამ აზრმა, ეს არ არის მაშინ ტრაგედია, მაგრამ თუ ეს აზრი ჩემში დამკვიდრებას ცდილობს და მე ამ აზრით უკვე ვიწყებ ფიქრს, რომ ესე იგი ამ ქალთან რაღაცა როგორ განვახორციელო, თუნდაც გონებაში, განამართლა რეალობაში, იმიტომ რომ ახლა ქუჩაში გავლილ ადამიანს ასე ხო არ შეიძლება უბრალოდ ფიქრით დაიწყო ამაზე, რომ აი რაღაცა ფანტაზიას შეასხა შენი ისე არა ქვია ფრთები და სადღაცას წახვიდე მოკლედ მალდივებზე დასასვენებლად მასთან ერთად. ხომ შეიძლება ასეთი ფანტაზია მოგივიდეს თავში. ეს არის ის გულის თქმა, რომელიც შენში დარჩენას ცდილობს და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ამ გულის თქმებს თუ არ ებრძვის ადამიანები, შემოსულ აზრებს არა. გულის თქმებს, რომელიც დარჩენას ცდილობს, თუ არ ებრძვის ადამიანები, სანამ ჩვილობაშია. იცოდეთ, რომ ეს გულის თქმები ისე გაუხეშებენ ადამიანის გულს, რომ საერთოდ ადამიანის სახეს დააკარგინებენ მას. დააკარგინებენ ადამიანის სახეს და ცხოველის დონეზე ჩამოიყვანენ მას. ახლა მე გეტყვით, როგორ წერია ფსალმონში. ეს არის 19 კანონის 119 120 ფსალმონი უნდა იყოს, მე თუ არ მეშლება, შეიძლება მეშლებოდეს. როგორი რამ წერია? ასულო ბაბილონისაო, ნეტარარს კაცი, რომელმან შეიპყრა ჩვილნი და შეახეთქა კლდესა. ხო გახსოვთ ეს ფრაზა, თუ არ გახსოვთ? ნეტარარს კაცი, ანუ ნეტარიაო ესეთი კაცი, რომელმაც შენი ჩვილებით შეიპყროს და კლდეზე შეახეთქოსო. ხო აბსოლუტურად გაუგებარი ამბავია, რას ნიშნავს ჩვილი შეახეთქოს კლდეზე, მაგრამ თუ კი იცი ვინ არის ბაბილონის ასული, მაშინ უკვე აღარაფერი აღარ გიყვეს. ბაბილონის ასული არის ეშმაკი. და ეშმაკი სანამ ჩვილობაშია ამ გულის თქმებში, სანამ ჩვილობაშია, მანამდე ხდება კლდეზე შეხეთქება. კლდე ვინ არის? ქრისტე, რა თქმა უნდა. ანუ ქრისტეს თუ არ შეახეთქებ, მოკლედ ამას, შენით ვერ მოერევი ამას, გამორიცხულია. ერთადერთი შესაძლებლობა, რითიც შენ შეგიძლია ამას მოერივ, ეს არის ქრისტეს ძალით. ამიტომაც ხდება გულში ასეთი მოქმედება, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მირჩევნია ხუთი სიტყვა ვთქვაო, ვიდრე ბევრი ვილაპარაკო და ვერაფერი შედეგი ვერ მივიღოო. ხუთი სიტყვა რა არის? მამები ამას ამბობენ. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. აი ეს ხუთი სიტყვა. აი ეს ხუთი სიტყვა უნდა იყოს ჩვენი გულის, შეიძლება ითქვას, ზღუდე, ფარი, მცველი, რომელიც ამ გულის თქმისგან დაიცავს ადამიანს, რომ ის ფანტაზიები არ განახორციელოს მან თუნდაც გონებაში, იმიტომ რომ თუ კი გონებაში ის ამას დაუშვებს და მისცემს თავის გონებას ამის საშუალებას და ამ გულის თქმები მასში დამკვიდრდებიან, მოხდება ის, რომ მას რეალურად რომ მიეცეს ამის საშუალება, საქმითაც აღასრულებს იგივეს. ამიტომაც დიდი სიფრთხილე მართებს ადამიანს, რომ იყოს ძალიან ფხიზლად, როგორც მოციქული მოგვიწოდებს და ამ სიფხიზლეში სწორედ ეს გულისხმება, რომ ესე გარბენილ აზრს თავი დაანებო, მაგრამ რომელიც შენში დამკვიდრებას ცდილობს, ეს არის გულის თქმა, რომელიც უნდა ამოძირკო და ამოაგდო მოკლედ ამ შენი იმიდან ფანტაზიებიდან უნდა მოიშორო. ამის შემდგომ წერს ასეთ რამეს. თუ შენი მარჯვენა თვალი გაცთუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენიაში ჩავარდეს. რატომ წერს ახლა ამას სწორედ ამ რუშობის შემდგომ? იმიტომ რომ თვალი მაცთუნებს მე. ორივე თვალი რომ ამოვითხარო, რამ რუშობისთვის აღარ რჩება ნება ჩემში, რა თქმა უნდა რჩება. ამიტომ თვალი არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ შემდეგი წინადადება ასეთია. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენ ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენიაში ჩავარდეს. ან მარჯვენა ხელი რომ მოვიჭრა, მარცხენათი ვეღარ შევწოდაო.
ამიტომაც აქ არც თვალზეა ლაპარაკი და არც ხელზე. თვალი შენი გონება და ხელი შენი საქმიანობა. თუ ამის მოკვეთა არ შეგიძლია, რაზეც ახლა წეღამ ლაპარაკობდით, აი ამ გულის თქმის ამოგლეჯა თუ არ შეგიძლია და ქრისტეს თუ არ შეახეთქე, როგორც ეს ფსალმუნში გვიწერია ჩვენ. თუ ქრისტეს არ დააპირისპირე ეს ყველა, მე დაუპირისპირდები და მაგარი ვარ თუ იტყვი, ცუდათაა საქმე იცოდეთ, დაღუპული ადამიანი. უნდა თქვას, რომ ქრისტეს ძალით მე შემიძლია ეს დავძლევ. ქრისტე დამაძლევინებს და აი ეს ლოცვა, რომელზედაც გელაპარაკებოდით, მხოლოდ და მხოლოდ ეს, თორე სხვაგვარად თუ იფიქრებს, პირდაპირ თუ გაიგებს, აღარ გვიტყვი ბუკვალურს. ზედმიწევნით თუ გაიგებს ადამიანი ამ ყველაფერს, თვალიც რომ ამოითხაროს და ხელიც რომ მოიჭრას, რა თქმა უნდა, საცთური მაშინ კვლავ დარჩება და სხვა გზით შემოვა. სხვა გზით. ამიტომ რომ იმაზე სხვათა შორის აი მეორედ მოსვლის წინ ვაიმე ის იქნება და მოვლენ და შუბლზე იმას გამოგასახავენ რაღაცა ნიშანს და ის თურმე საშინელება იქნება. როგორ გეკადრებათ? როგორ გეკადრებათ? ანუ შუბლზე თუ დამაწერენ ახლა რომ ჩინელიაო, ჩინელი გავხდები? თუ ჩემი აზროვნება არ შეიცვალა და ჩინურზე არ გადავედი მეტყველებით და საქციელით და ტრადიციით, მე ხო ისე ჩინელი ვერ გავხდები. ამიტომაც იცოდეთ რომ შუბლი შენი გონება და მარჯვენა შენი საქმიანობა. მარჯვენაზე ამოგვატვირფრავენ ან შუბლზე ერთიც და მეორეც იგულისხმოთ უნდა სულიერად და არავითარ თუ მე გამაკავებენ და ამას ძალით გამიკეთებენ, მაშინ მოწამეები ყოფილი ვარ საერთოდ, იმიტომ რომ მე ჩემი ნებით არ მინდოდა. საქმე რაში არის, ვინც ამას თავის ნებით გააკეთებს, იმას წარწერა აღარ ჭირდება შუბლზე და ხელზე. ვინც თავის ნებით ამ ცნებების საპირისპიროდ მოიქცევა. ასე წერს პირდაპირ იოანე მოციქული თავის ეპისტოლეში, რომ ბოლო დროს გამოჩნდებიან ანტიქრისტეებიო და უკვე ახლაც არისო. რომლებიც გაცნუნებენ თქვენ, რომ ქრისტე ღმერთი არ არისო. რას ნიშნავს ეს ცნუნება? იმიტომ რომ ყველა მისი მცნება გეუბნება, რომ არაფერი არ არის და ამის საპირისპიროდ შეგიძლია შენ გააკეთო, რაც გაგიხარდება. ანუ რასაც ეს გეუბნება, ამის საპირისპირო მოქმედება ანტიქრისტია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ცდილობს ქრისტე ჩაანაცვლოს. ანტი საწინააღმდეგოს კი არ ნიშნავს, ნაცვალს ნიშნავს. ანუ ცდილობს რომ ჩაანაცვლოს ქრისტე. ვინც ეცდება რომ ქრისტე ჩაანაცვლოს შენს ცხოვრებაში, ან თავისი მცნებით, ან თავისი სწავლებით, ან თავისი სიყვარულით თუნდაც, რომ მე უფრო უნდა გიყვარდე ვიდრე ქრისტეო, ის ანტიქრისტეა. ამიტომ ანტიქრისტეები იყვნენ, არიან და იქნებიან და ნუ ის ბოლო ალბათ ყველაზე მაგარი იქნება. როგორც ამბობენ. ამიტომაც ხელის მოკვეთა და თვალის ამოთხრაზე ბუნებრივი არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია ჩვენს გონებაზე და ჩვენს საქმიანობაზე და ლაპარაკი არის მიზეზებზე. რა მიზეზებზე ვლაპარაკობ ახლა მე? აი იგივე მრუშობასთან მიმართებაში. ყველა ადამიანმა მიზეზი უნდა გამოიწიოს. აი მარკოს მონაზონი ასეთ რამეს წერს, რომ ადამიანი, რომელიც გულის თქმებს არ ებრძვისო, მე შეიძლება ზუსტად ვერ ვაკეთებდე ხა პერიფრაზს, მაგრამ შინაარს გეტყვით. ადამიანი, რომელიც გულის თქმებს არ ებრძვისო, ისო ბრმავდებაო. ისო თავის ცოდვას კი ხედავსო, მაგალითად მრუშობით თუ დაეცა, განა არ ხედავს ამას რომ მრუშობით დაეცა, მაგრამ ვერ ხედავს ამის გამომწვევ მიზეზსო. რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი? ამიტომაც თუ ადამიანი ახლა რაღაცნაირად ნება აქვს და აღზრული ამ ნებით და ან ვიღაცა ვთქვათ ქრიანი ქალი შეუყვარდა, რაც შეიძლება შორს უნდა გაიქცეს ამ სიტუაციიდან. გაიქცეს უნდა მამაკაცმა და თქვას რომ ეს არ არის ჩემი საქმე და ებრძოლოს ამ ნების რაღაცა აღმოკვეთას თავის თავში და თუ პირიქით დაიწყებს ახლა ამ ქალის სურათებს შემოიწყობს ირგვლივ და ვიდეოებს და ფოტოებს და SMS-ების გაგზავნას დაიწყებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მარჯვენა არ მოიკვეთა მან. მარჯვენის მოკვეთა იქნებოდა, როდესაც არ დაწერა SMS-ი და თვალის ამოთხრა იქნებოდა, როდესაც მის სურათს განაწინ დაიდო სასტუმალთან. საერთოდ თვალი არის და იმ ადგილებს, სადაც კი შეიძლება ეს ადამიანი ხვდებოდეს მას. ამიტომაც ამოთხრილი აქვს თვალი, შეიძლება ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით და მოკვეთილი აქვს მარჯვენა, რომ არ აკეთებს ამ საქმეებს და არ ფიქრობს რაღაცა ბოროტების ჩადენას, იმიტომ რომ იმ ხალხს ქმარი ყავს. და აი საქციელი მრუშობაა. აი ეს გახლავთ ამ ცნებაში გადმოცემული და ეს იგულისხმება მარჯვენის მოკვეთაში და თვალის ამოთხრაში და არავითარ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით ამას ჩვენ არ უნდა შევხედოთ. მე მგონი დღეს ამით უნდა დავამთავროთ, თორემ გამიგრძელდება
კვლავ და დაგხლით თქვენც და დაიხლებთ. თან 45 წუთიც გავეთ. მე ის გაკვეთილებს რა. შეკითხვები თუ გაქვთ მოგისმენთ.